ბელგიასა და ლიგა 1-ში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ასპარეზობს, რომლებიც ადგილობრივ აკადემიებში იზრდებიან. პრემიერ ლიგაში კი უფრო მეტად გამოცდილი მოთამაშეები თამაშობენ. ამასთანავე აქ განვითარების პროცესიც ცოტა უფრო ნელა მიმდინარეობს. და აღნიშნული ლიგების თამაშის ტემპიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბავშვობაში პრემიერ ლიგას უყურებდი და ვინ იყო შენთვის მისაბაძი პიროვნება? ნახევარმცველებიდან და ზოგადად ფეხბურთელებიდან. ეხ, ფეხებში ვარდნები ჩემი თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც მინდორზე ვაჩვენებ. კარგი. სალამი ბიჭებო. თქვენი გაცნობა და თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა სასიამოვნოა. მოდით დავიწყოთ. პირველი შეკითხვა თქვენს პარტნიორობას შეეხება. აშკარაა, რომ ასტონ ვილოსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებში პარტნიორობის შედეგად თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ და თქვენ შორის კარგი ქიმიაა. ეს თქვენთვის სათანადო გამოცდილებაა? დიახ. ჩემი აზრით, ეროვნულ ნაკრებსა და ახლა უკვე კლუბში ერთად თამაში, როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში კარგად ასპარეზობაში გვეხმარება. ჩვენ ერთად ვთამაშობთ და მოედანზე ერთმანეთს მარტივად პოულობთ. ჩვენთვის როგორც ფეხბურთელებისთვის ეს შესანიშნავია. მადლობა. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა თქვენთვის ახალ გამოცდილებას არ წარმოადგენს, თუმცა ასტონ ვილოსთვის ეს სიახლეა. რამდენად რთულია თქვენთვის განსხვავებულ ტურნირზე თამაში? ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთულია, რადგან სხვადასხვა ტურნირებზე ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს. და ამ ყველაფერთან ადაპტირება არც ისე მარტივია. თუმცა ჩემი აზრით, ამ გუნდის ყველა წევრს უმაღლეს დონეზე უკვე უთამაშია და ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ წნეხს. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა ძალიან ამაღელვებელი ტურნირია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პოზიციასა და სიტუაციაში ვიმყოფებით. გასაგები. ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა ორივე თქვენგანმა ბელგიაში, ანდერლეხტის რიგებში დაიწყო და შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელა. რა მსგავსება და განსხვავება ამ ლიგებსა და პრემიერ ლიგას შორის? ჩემი აზრით, მცირედი განსხვავება თითქმის ყველა ასპექტშია. ბელგიასა და ლიგა 1-ში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ასპარეზობს, რომლებიც ადგილობრივ აკადემიებში იზრდებიან. პრემიერ ლიგაში კი უფრო მეტად გამოცდილი მოთამაშეები თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა. ამასთანავე აქ განვითარების პროცესიც ცოტა უფრო ნელა მიმდინარეობს. და აღნიშნული ლიგების თამაშის ტემპიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბელგიასა და ლიგა 1-ში მატჩები უფრო დალაგებულად მიმდინარეობს. და ინტენსივობაც უფრო ნაკლებია, ვიდრე პრემიერ ლიგაში. ჩემი აზრით, ამ ლიგებს ერთმანეთისგან სწორედ ეს განასხვავებს. მადლობა. მომდევნო შეკითხვა წარსულს შეეხება. ბავშვობაში პრემიერ ლიგას უყურებდი და ვინ იყო შენთვის მისაბაძი პიროვნება? ნახევარმცველებიდან და ზოგადად ფეხბურთელებიდან. პრემიერ ლიგის ყურება საკმაოდ დიდ დროს უთმობდი, რადგან როდესაც სენეგალში იზრდები, იქ პრემიერ ლიგა ყველაზე მეტად დაფასებული ლიგაა. შესაბამისად, უქმეებზე შენ უბრალოდ ზიხარ და ყველა შეხვედრას უყურებ. როდესაც ვიზრდებოდი პრემიერ ლიგაში, რჩეული ფეხბურთელი და საკულტო ფიგურა არ მყავდა. არის რამდენიმე მოთამაშე, რომელთა ასპარეზობის ყურება ძალიან მომწონდა და ერთ-ერთი მათგანი მუსა დემბელია, რომელიც აგრეთვე ბელგიელი ფეხბურთელია. მე მისი თამაშის ყურება მომწონდა. ჩემი აზრით, მას უნიკალური ტექნიკა ჰქონდა. ის ძალიან ტექნიკურია, თუმცა ამასთანავე ფიზიკურად ძალიან ძლიერი გახლდათ. შესაბამისად, სამაგალითო მოთამაშე ჩემთვის სწორედ ის იყო. შენზე რა სიტყვი ორი? ვინ იყო ნახევარმცველებიდან შენთვის მისაბაძი მაგალითი? კონკრეტულად ერთი არ მყოლია. ეს ადრე უკვე მithქვამს. მე ყველა ნახევარმცველის თამაშს ვუყურებ და მათგან საუკეთესო თვისებების აღებას ვცდილობ, რათა ეს უნარები ჩემს არსენალს შევმატო და თამაში გამოვიყენო. ჩემს ძირითად მიზანს ყოველთვის ეს წარმოადგენდა. ჩვენ ყველამ ვიცით იმ გამორჩეული ფეხბურთელების სახელები, რომლებიც პრემიერ ლიგის ისტორიაში არიან ჩაწერილნი და დიდებულად ასპარეზობდნენ. შესაბამისად, ეს მოთამაშეები ყველასათვის ერთი და იგივენი არიან. მომდევნო შეკითხვა ამადუსთვისაა განკუთვნილი. როგორც ვიცით, შენ ფეხებში ვარდნა ძალიან გიყვარს და რამდენად რთულია თავი აარიდო ფეხებში ვარდნას, როდესაც ყვითელი ბარათი უკვე მიღებული გაქვს. მსგავს სიტუაციაში შენ ბევრჯერ მოხვედრილ ხარ. არაფერი თქვა, რადგან გუშინ შენც მსგავს სიტუაციაში იყავი. ნამდვილად ასეა. ეხ, ფეხებში ვარდნები ჩემი თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც მინდორზე ვაჩვენებ. ვფიქრობ, ჩემი მთავარი ღირსება ფიზიკურობაა. ამასთან, როდესაც გაუფრთხილებელი ხარ, სიმართლე გითხრათ, სიტუაცია იცვლება.
თუმცა პროფესიონალები დროთა განმავლობაში ვსწავლობთ, როგორ შევეგუოთ ამ ყველაფერს. როდის შევეხოთ ფეხით და როდის არა. ასე რომ ჯერ ისევ ვსწავლობ, რადგან ეს გრძელი პროცესია. თუმცა დიახ, ყვითელი ბარათით თამაში ნამდვილად ძალიან რთულია. მადლობა. შემდეგი შეკითხვა იურის და მის გოლებს ეხება. რომელი გოლი გირჩევნია? გოლი ევერტონის, გოლი ვულზის, თუ გოლი ჩელსის წინააღმდეგ FA თასის ფინალში. ვფიქრობ, გოლების მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, უპირატესობას მაინც ჩელსისთან გოლს მივანიჭებდი, რადგან ეს თასის ფინალის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. ატმოსფეროც გასაოცარი იდგა და მთლიანობაში გამორჩეული დღე იყო. შესაბამისად, მას ეკუთვნის პირველი ადგილი. მეორეზე კი ამადუს ალბათ არ გაუხარდება, მაგრამ დავასახელებდი გოლს ევერტონთან. ამ გოლის ტექნიკა ნამდვილად მომწონს. კარგად გავაკონტროლე იგი და შემდეგ მეკარისკენ მაღალი სიჩქარით გავუშვი. ნამდვილად კარგი გამოვიდა. მესამეზე კი ვულზის გოლს გავიყვან, რადგან უბრალოდ კარგად დავარტყი, თუმცა მაინც ეშმაკური გამოდგა, რადგან ბურთი ბრუნავდა. საბოლოოდ ჩემი სამეული სწორედ ასეთია. ჩელსი, ევერტონი და შემდეგ ვულზი. ძალიან მორიდებულია, რადგან ევერტონთან გატანილი გოლი ნამდვილი სიგიჟე იყო. იშვიათად ხდება ხოლმე, რომ პრემიერ ლიგის სეზონის ტოპ 10 გოლში ორი გოლი ერთ მოთამაშეს ეკუთვნის. შენ სწორედ ასეთი მოთამაშე ხარ. დიახ, ჯერჯერობით კარგი გოლები გამომდის და იმედია ასეც გაგრძელდება. შემდეგი შეკითხვა ხელოვნებას ეხება. ამადუს რეპი უყვარს და უკვე გამოუშვა თავისი პირველი სინგლი Check on Me. ის მოვისმინე და მომეწონა. შენ თუ მოისმინე ეს სიმღერა? მე მომეწონა. ძალიან სასიამოვნოა, მადლობა. იური, შენ მოისმინე და მოგეწონა? დიახ, რა თქმა უნდა. აბა რა ძმაო. დიახ, მომეწონა. ზოგადად ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შენი თანაგუნდელი მინდორს მიიღმა სხვადასხვა სფეროებში აღწევს წარმატებას. ასე რომ დიახ, მოვისმინე და მომეწონა. ბოლო შეკითხვას კი ამადუს დაუსვამ, თუმცა იური მათ შეიძლება მიპასუხოს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამადუს კონკრეტული პასუხი ექნება. ვინ არის შენი ყველა დროის ყველაზე საყვარელი რეპერი? რთული შეკითხვაა. წლების განმავლობაში მე არაერთი კარგი რეპერისთვის მომისმენია და ერთის ამორჩევა მიჭირს. ზოგადად ყოველთვის სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენდი და ამიტომ რომელიმე ერთ შემსრულებელს ვერ დაგისახელებთ. შენ ვის არჩევდი, იური? როდესაც პატარა ვიყავი? არა, არ გინდა. არა, ის ნამდვილად კარგი შემსრულებელია. ბანგერსი, არა? ჩვენ ამაზე ცოტა ხნის წინ გასახდელში ვსაუბრობდით და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მომწონდა 50 Cent. შემეძლო მთელი დღე მისთვის მესმინა. ყოველთვის ასე არ არის ხოლმე, მაგრამ იურის როგორ არ შეეფერება რა? წარმოიდგინე, მომდგარ მაისურში. ეს ყოველთვის მომწონდა. მის ცხოვრებასაც თვალს ვადევნებდი. მომწონს როგორ მიაღწია ყველაფერს და ვფიქრობ, მისი ამბავი საინტერესოა. ბიჭებო, ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო. მადლობა პასუხებისთვის. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან და ასტონ ვილასთან ერთად. მადლობა.